6-ში გამთენიისას 6 ივლისს ბავშვი გახდა ცუდად. გამოვიძახეთ ღამის სამსადის სასტრაფო დახმარება. შემდეგ არცათვალად საჭიროდ გადაყვანა, შემდეგ დილით კიდევ დამძიმდა ბავშვი და 8 საათს გამოვიძახეთ. გადაიყვანეს შემდგომ გორის ჰოსპიტალში. ექიმი დაუწყეს კურნალობა, რომელიც არ იყო სათანადო. ვეუბნებოდით, რომ ბავშვს მუცელის ტკივა და იძახთო გინდა თუ რა ემოციური ფონია. ემოციური ფონს რას აბრალებდნენ? რო ეს გამოცდები ქონდა ახლა ეს ააქვსო და ეს ემოციურად არისო. ხომ ის ეროვნულ გამოცდებზეო და ამაგის ბრალიო და სხვა არაფერიო. ანალიზებში არაფერი ცვლილება არისო, ყველაფერი კარგად არისო, სისხლშიცო, ყველაფერიო, რა ვიცი, ესენი ჩაწერეს. ანალიზები გაუკეთეთო. ვეუბნებოდი ბავშვს გული აწუხებს. ეუბნებოდა არაფერი არისო, მე არაფერს ვაკეთებო. ბავშვი რამდენიმე შევედი ბუდიში და გული ერეოდა ბავშვს და რეაგირება არ ჰქონდათ. ჰოსპიტალში ხდება ეს არის კალბატონი ექიმი ქეთევან მარანელი, როგორც გავიგე. მიმღებში გადაუდებელში. შემდეგ უკვე საღამოხნით უკვე უთხარით რომ რა ხდება ბავშვი ვერ არის კარგად რომ ცუდად არის მოვლითები ქონდა მომენტში კარგად ვითომ კარგად იყო მაგრამ მე ცუდად იყო ის უვლით ამას არაფერი ჭირს ამ ბავშვსო აი ეს ამასო თან გადავყე ეხლაო რაღაცა აგრესია გამოხატა და გამოწერა ბავშვი ვეუბნებოდი სად წავიყვანოთ დავრეკეთ 112-ში მოვიდა პოლიციას ის რაღაც ვეუბნებოდი პოლიციელებს ბავშვი სად წავიყვანოთ ფერი არა აქვს მოწყვეტილი ბავშვი სად წავიყვანოთ ამას აღარაფერი ჭირსო არაფერი ჭირსო ამასო რა გადაღებები აქვს ყველაფერი გაქვთ ქირურგმას ნახავს ყველაფერი არაფერი არ აქვსო ყველაფერი სუფთად აქვს დასკვნაში რა წერია დასკვნაში უწერია რომ ყველაფერი კარგად არის და ემოციური ფონი ხო ჩაუწერა და თან იძახის დიეტა ესე იგი ემოციური ფონი იკურნება დიეტით არ ვიცი რანაირად ჩაწერა და რა ჩაწერა რა ვიცი თან ჭრიდა თან კერავდა თუ რა ვიცი რა გააკეთა არ ვიცი ნო ჩემი მეორე თავის და რო შევიდა და მოიგითხა თქვენ ახდითო ცუდად ამბავს რომ დაგინახოთ ახლა ცუდად გახდაო ხო და ლოყაზე ხელი მიადო და ახლა ეს აკრე მაქვს ჩემ შვილმა უთხრა და აგრესია გამოხატა და ეგრევე გამოწერა ეს ავანტოფი ბავშვი კი ხელი ესე მიადო რომ გადიო შვილი იქითო ქეთევან მარანდა გადაუდებელი გაყოფილების მიმღების ექიმი თქო გადაიყვანე მეთქი თავიდანვე უთხარ გადაიყვანე მეთქი ეს ბავშვი ახლა იქ თავიებურად ემოციური ფონიც აქვს ბათალია ყველაფერი და გამოკვლევა ძალგი გაგვდი იქ ავანტყოფები იყვნენ მოხუცები იყვნენ ზოგი ყიროდა მიშველეთ ვაი მოვიდა ეს ბავშვი თავისებურად განესტიდა ახლა რაღაც არ გააკეთე ახლა და ესეთი ავანტყოფი ცუდად ყოფი ბავშვი გამოგვიწერა გარეთ გამოგვიშვა და როცა მოვიყვანეთ გზაში სადგურთან არ მოსული გორის ისევ ცუდად გახდა დამძიმდა ბავშვი გამოვიძახეთ ხელმომწ სასტრაფო და წაიყვანა სასამი გადაიყვანა უკვე ინსპექციურში აიყვანეს რომ ანტიბიოტიკი დაუდგეს მაშინვე უკვე ეს ინფექციური ისა გორის კლინიკებში გორმედი ყოფილი გორმედში გადასხმები გაუკეთეს ბავშვს რა ვიცი მიხედეს ცვლილებები ქონდა იქ ცვლილებებს აჩვენებდა თუ ნახევარ საათში როგორ შეეცვალა ბავშვს ეს ანალიზები თუ არაფერი ცვლილებები იყო მაგრამ როგორ მოიყვანეს ბავშვი როგორ დააყენეს ფეხები მოწყვეტილი ბავშვი გამოგვატანეს აი ესე თაბურა ხო და ფერი არ ქონდა ბავშვს ეს არაკომპეტენტურად არ და უგულისხმურად გულგლიათ მოგვეცა ექიმი ბავშვი აი ესე გამოისროლა რო იტყვია და აი ესე რატო გორმედის ექიმებზე არ ვიძახი მიხედეს შეუულებრივად ვიტყვიან ყურადღებით თორე ჩემი ისინი ახლობლები კი არ არიან იმათაც რო არ გამოიჩინეთ ყურადღება იმაზეც ვიტყოდი მაგრამ მადლობის მეტი რა გვეთქვის როგორც ეგ ექიმი ეგ არ უნდა იყოს თანამდებობაზე იმიტომ არის ამდენი უბედურობა ხდება ამდენი ყველა რო ჩუმდება ყველა რო ხმას არიღებს ეს შენ ჩემიობა როა და კაცებით რო არიან ფულებით მოყანილები რო არიან თუ რით არიან არ ეტყობა რა ვიცი ხა აი საბუთების საგარი ფორმაც მაგითის და აქეთ და ნახეთ ფაქტი არ უნდა იყოს თანამდებობაზე ეგეთი ხომ არ აპირებს სამართლებრივი დავის დაწყებას რა ვიცი აბა თუ აქვს აზრი